დავბრუნდით ეთერში, ესე იგი არაჩვეულებრივი პირველი ორი ბლოკი გქონდა, იმხიარულეთ, ცოტა ვიხუმრეთ, სიმღერები მოვისმინეთ და ახლა უნდა მოგახსენეთ, რომ 8 წლიანი მღელვარების შემდეგ 26 აპრილს ურანმა დატოვა კუროს ნიშანი და 7 წლით გადადის სად გადმოდის ჩემთან კუპებში. ესე იგი ურანი ასტროლოგიაში არის ცნობილი როგორც ცვლილებების პლანეტა, ხო? სიახლეების პლანეტა, ასე ვიცით და მარიამი შუკაკიძე უფრო მეც გვეტყვის ამ ამბავზე, ესე იგი რა გველოდება, რა პერიოდი გველოდება, როგორ გველოდება. ეზოთერიკოსი ულამაზეს უსაყვარლესი მარიამ შუკაკიძეა დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ ურანი ცნობილია იმით, რომ თლიანად კაცობრიობაზე აქვს გავლენა, არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებზე. ამიტომ რაღაცა ტენდენციები შეიცვლება ამ 7 წლის განმავლობაში. ესე იგი 26 აპრილს შევიდა 2033 წლის ჩათვლით გვექნება მოკლედ საერთოდ ხო რაღაცა ხო და რაღაცა ახალ ეპოქაში შევედი. ხო, ნამდვილად, ესე იგი ჯერ რომ გავიგოთ რას მოიტანს ეს ურანის ტრანზიტი ტყუპებში, უნდა გავშიფროთ რასთან არის კავშირში ჯერ პლანეტა ურანი, რა ტენდენციები მოაქვს ხოლმე და რასთან არის კავშირში ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი. ესე იგი ურანი არის ცვლილებების პლანეტა, განულების, სიახლეების და ურანს უყვარს ექსპერიმენტები. ამიტომ თუ გინდათ რომ ეს ტრანზიტი მსუბუქად გაიაროთ, 12-ვე ნიშანს მივმართავ, ყველას მივმართავ, არ შეგეშინდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლის, იმის რომ რაღაცა ახალი სფეროები შეისწავლოთ, რაღაცა ახალი ინფორმაცია მიიღოთ, ხო? ანუ სტაბილურობა კი კარგია, მაგრამ ჩვენ თუ განვითარება გვინდა და გვინდა რომ დავეწიოთ აი ამ ახალ ეპოქას, აუცილებელია რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ, მით უფრო ესე იგი განვითარდებით და დავეწევთ აი ამ ურანის ტენდენციებს, ხო? ეხლა რასთან არის კავშირში ტყუპები? ეს ხო ისედაც ცხოვრების წესია, რომ ადამიანმა რა წესია კი, მაგრამ ეხლა კუროში რომ გქონდა, აი ცოტათი შეანელა ამან ცვლილებები. ეგ განსხვავება გვაინტერესებს, ვინც არ ვიცით ეს ამბავი. კურო არის სტაბილურობასთან კავშირში დამიწებულობასთან, ამიტომ ეს წინა 7-8 წელი ცოტათი მონოტონური კი, გქონდა ეს კოვიდის პერიოდიც ხო მაშინ დაემთხვა და რაღაცა ცოტა სტაბილურობის ტენდენცია მეტი გქონდა, მაგრამ ეხლა პირიქით ეს ჰაერის ნიშანია და რაღაცა ახალი ტენდენციები წამოვა. ეხლა რასთან არის? კი, მოკლედ ჰაერის ნიშნებს გვეშველა ყველა. კი, ეშველა, კარგია ჰაერის ნიშნებისთვის. ხო, ეს არის მერწყული, სასწორი ტყუპები, თქვენთვის კარგი არის. ეხლა რომ ვთქვათ, რასთან არის კავშირში ტყუპები, ხო? ეს არის ჟურნალისტიკის სფერო, ეს არის განათლება, ეს არის IT, ხო, პროგრამირება, ეს არის გაყიდვები, მარკეტინგი, ეს არის სწავლა, განათლება, ხო, ყველაფერი რაც ინფორმაციასთან და ტექნოლოგიებთან არის კავშირში. ამიტომ მოსალოდნელია რომ რა თქმა უნდა შემდეგი წლების განმავლობაში უფრო განვითარდება ხელოვნური ინტელექტი, უფრო მეტად ინტეგრირება მოხდება ხელოვნური ინტელექტის, ესე იგი სხვადასხვა სფეროებში, უფრო დაიხვეწება ტექნოლოგიები, ხო, ახალი სოციალური ქსელები გაჩნდება და უკვე არსებული ტრანსფორმირდება, ანუ უფრო გაუმჯობესდება, ხო? ანუ რობოტები კი, სხვადასხვა კი მოსალოდნელია რომ შემოვიდეს და განსაკუთრებით განათლების სფეროში შეიძლება რომ დაინერგოს. ახლა იაპონიაში როგორც ვიცი უკვე არის რაღაც სკოლებში, კი და უფრო განვითარდება მასობრივად. ამიტომ 2033 წლამდე ნუ დიდი ტექნოლოგიური სიახლეები გველის ყველას, რა თქმა უნდა და ეს უფრო მეტი ინფორმაციები შემოვა და უფრო მარტივი გახდება სწავლა, განათლების მიღება და სწავლის სფეროც იქნება უფრო თანამედროვე. ანუ შეიძლება რაღაცა ახალი ფაკულტეტებიც ჩაინერგოს, ხო, ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბში. კი, რა თქმა უნდა, კი, უფრო მოთხოვნადი თანამედროვე სფეროები. მშვიდობა იქნება, მშვიდობა მაპატია. ურანი რატომაც უმეტესობას რაღაცა ასოციაცია არის, რაღაცა აი ომი, სიმძიმე, არეულობა, დიდი ცვლილებები, რევოლუცია, რაღაცა. გლობალურად რა ხდება, ხო? არა, აი დაძაბულობის და სიმძიმის პლანეტა ეს უფრო არის პლუტონი, მარსი. ახლა ურანი არის უბრალოდ არაპროგნოზირებადი, თავისი ბუნებით და ბევრს ეშინია აი ამ არაპროგნოზირებადი ურანი რომ არაპროგნოზირებად ორ ტყუპში გადავიდა. ეს ხო უფრო არაპროგნოზირებადობაა. ანუ გავარებული ტენდენციები იქნება, რა თქმა უნდა, ანუ რა იქნება, ეხლა აი მაგას ვიტყვი. უბრალოდ ადამიანები შეიცვლიან თავის აზროვნებას, ანუ რა დამოკიდებულებაც ქონდა ცხოვრების მიმართ, ვინაიდან ტყუპები არის კავშირში აზროვნებასთან, ხო? ანუ რა რწმენა მაქვს, რა მიდგომები მაქვს ცხოვრებასთან. ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება, შეიცვლება, ანუ თქვენ არ იქნებით ის, ვინც იყავით 7 წლის წინ. ნელ-ნელა დაიწყება. ესე იგი, ჩემი გაგებით, ტყუპების ლოგიკა ვრცელდება 12-ვე ნიშანზე. რა თქმა უნდა, ვრცელდება. ურანი ტყუპებშია, გასაგებია. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგადად კაცობრიობაზე აქვს გავლენა, მაგრამ არის რაღაცა ნიშნები, აი ცოტათი კრიზისული პერიოდი რომ შეიძლება გქონდეთ. ეს არის თევზები, ეს არის ქალწული, ეს არის მშვილდოსანი, ხო? ამიტომ აი ამ ნიშნებს უფრო ვურჩევ, რომ არ შეეშინდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლის და რაღაცა ახალი სფეროების ათვისების ამ პერიოდში. ცოტა შეიძლება რომ გამოაგდოს აი კომფორტის ზონიდან ურანმა. იმიტომ რომ ოპოზიცია და კვადრატები ჯდება და მაგიტო. დანარჩენი ჰაერის ნიშნებისთვის ძალიან კარგი არის, ანუ ეს არის სასწორი, მერწყული ტყუპები. გაგვთ აი
შანსი რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოთ, ოღონდ კარგი გაგებით, ხო? ანუ განულება მოხდება იმის, რაც უკვე გამძიმებდა თამდენი წლის განმავლობაში, რაც აღარ მოგწონდათ და რაღაცა ახალი შანსები მოვა თქვენთან. თავარია რომ სწორედ მივიღოთ. ჰაერი ვთქვით. ეხლა მოდით წყლის ნიშანი, ცეცხლი და ყველაფერი ნიშანი. ხო, რა თქმა უნდა, კი. მოდით ვთქვათ მიწისთვის. ახლა მიწისთვის ცოტა რთულია ხოლმე ცვლილებები, ხო, ეს არის რა კურო, თხისრქა, ქალწული. მათთვის ნუ ქალწულისთვის ვთქვით, რომ ისაც ცოტა კრიზისული იქნება, იმიტომ რომ კვადრატი გამოდის და მაგიტო ცოტა კრიზისული იქნება. რაც შეეხება თხისრქას და კუროს, უნდა გადააფასონ თავიანთი მიდგომები კარიერაზე, მატერიალურ სფეროზე, ხო, ანუ მატერიალურ კეთილდღეობაზე. ხშირად მიჯაჭვულები არიან ხოლმე. ამიტომ ეხა ურანი ტყუპებში რას ეტყვის, რომ ნუ იქნები ასეთი მიჯაჭვული და უფრო მეტი მოგეცემა. ამიტომ აი ამის გადაფასება გვჭირდება. ქალწულის შემთხვევაში კიდევ ვიტყვი, არიან მიჯაჭვულები წესრიგზე. აი პერფექციონისტები არიან, ნუ ტიპიურები, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა. და აი ამან იცის მე ნერვოზულობა. ამიტომ ეს ურანი ტყუპებში რას ეტყვის, რომ ცოტა დაბალანსდი, ცოტა მიუშვი პროცესები, ნუ ხარ ასეთი პერფექციონისტი. ეხა შემდეგ ცეცხლის ნიშნები ვთქვათ. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. მშვილდოს ნიშნებს ვთქვით, რომ ცოტათი რთული იქნება, იმიტომ რომ ანტაგონისტია მშვილდოსანი და ტყუპები ზოგადად ვერ უგებენ ხოლმე ერთმანეთს ტიპიურები. აი მშვილდოსნებისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი, რომ მიხვდნენ რომ ყველაფერში და ყოველთვის მათი აზროვნება და მათი აზრი არ იქნება სწორი. ანუ უნდა ისწავლონ აი თავიანთი პოზიციების მომენტებში დათმობა, კომპრომისზე წასვლა, ეგ უჭირთ ხოლმე ტიპიურ მშვილდოსნებს. გონიათ რომ ეს სულ მე მართალი ვარ, ეგ პოზიცია აქვს ტიპიურ მშვილდოსნებს. ამიტომ აი ამის გაშვება მოუწევთ ამ პერიოდში, რომ სხვების აზრიც მიიღონ და გაითვალისწინონ. ლომებისთვის კარგი პერიოდი იმ კუთხით, რომ ახლა ტყუპები და ლომი მეგობრობ ზოგადად, ანუ ლიდერია, ქარიზმატულია, ძლიერია, მაგრამ აი ეხლა იქნება კარგი რომ ახალი განათლება მიიღოს, აი ახალი ინფორმაციები მიიღოს და აი საკუთარი თავის პოზიციონირება კიდევ ახლებურად გააკეთოს. ეს ლომებს რაც შეეხება. ეხლა ვერძი. ვერძი არის იმპულსური, ხო, მოუთმენელი ისეთი მიზანდასახული და ვერძებისთვის მნიშვნელოვანია ახლა ისწავლონ აი თავიანთი იმპულსების დაბალანსება მენტალურად. გონებაში რომ დააბალანსონ თავიანთი იმპულსები. ეს იქნება მნიშვნელოვანი. ისე საბოლოო ჯამში ვერძი და ტყუპები მეგობრობენ. კიდევ წყალი დაგვრჩა, ხო? ნუ თქვით რომ თევზებისთვის ცოტა კრიზისულია, იმიტომ რომ ნუ არ მეგობრობენ დიდად, მაინც კვადრატია ეხა თევზებს და ტყუპებს შორის. თევზებისთვის რა არის მნიშვნელოვანი? ეხა ძალიან მეოცნებია, ხო? ძალიან ემოციურია. ძალიან მიდის სიღრმეებში. ეხა ურანი ტყუპებში რას ეტყვის? არ არის აუცილებელი ყოველთვის სიღრმეებში წახვიდე. ხანდახან პასუხი არის პირიქით ზემოთ, ხო? ზედაპირზეა პასუხი. და მნიშვნელოვანია რომ თევზებმა ისწავლონ რეალობის და ოცნებების გარჩევა ამ პერიოდში. აი ეს გაკვეთილია მოკლედ თევზებისთვის, რომ უფრო მარტივად, ესე იგი, შევიდნენ აი ამ ახალ ეპოქაში. შემდგომში მორიელი. ნუ მორიელებს აი რას ეტყვის ახლა ურანი ტყუპებში, რომ რა უნდა დააბალანსონ. ნუ პირველ რიგში ძალიან უყვართ სტაბილურობა სხვადასხვა მორიელებს, არიან მესაკუთრეები, არ უყვართ არაპროგნოზირებადი ცვლილებები და სწორედ აი მაგის მიღება მოუწევთ ახლა ამ პერიოდში და ცოტათი კონტროლის, აი მუხრუჭის გაშვება, მოკლედ ძალიან უყვართ თავისი ცხოვრების გაკონტროლება და აი ყველანაირი სიტუაციების და ახლა უნდა ისწავლონ, რომ აი ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ, რაღაცები უნდა მივანდოთ ზეცას, ხო? ამიტომ აი ამას ასწავლის ახლა ურანი ტყუპებში მოკლედ მორიელებს. რაც შეეხება კირჩხიბებს. ნუ კირჩხიბები არიან ძალიან ინტუიციურები, ძალიან მეოჯახეები, ძალიან მგრძნობიარეები და ამ პერიოდში მნიშვნელოვანია რომ ისწავლონ, რომ აი ყველაფერი არ წყინდეთ, გულთან ახლოს არ მიიტანონ, აი ხანდახან უფრო მეტად ლოგიკას დაუჯერონ და არა გულს. აი ამას თუ გააკეთებენ, უფრო მარტივად გაივლიან მოკლედ აი ამ ტრანზიტს და რაღაც ახალი შანსები მოუვათ ცხოვრებაში. ანუ მარიამ, ეხლა რაც მე გისმინე, ეს 7 წლიანი პერიოდი ნებისმიერი ნიშნისთვის იქნება რაღაცა სიახლის, რაღაცა დასრულდა, დამთავრდა და ახალ, ანუ არა გაჩერების. არა გაჩერება, წინსვლა კი, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რეალურად კომფორტის ზონიდან გამოსვლა ცოტა ცუდად გვესმის და ამ შემთხვევაში სიკეთოთ, საჩვენოთ და სასიკეთოთ სასიკეთოდ კი, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენი იმ მხარეების დათმობა, რაც გვბოჭავს, აი ასე ვიტყოდი. როგორ შეიძლება ეს ადამიანმა, ნახე, ერთია რომ გესმის ეს იცი და აკეთებ, მეორეა რომ ეს ამას ისმენენ და ვერ იგებენ და ვერც აკეთებენ. აი, როგორ პრაქტიკაში როგორ უნდა გააკეთოს, იგივე გინდა მშვილდოსანმა, გინდა თევზმა, გინდა მორიელმა, რომ თავისი ცხოვრება რომ შეცვალოს თუნდაც, ან ახალი ეტაპი დაიწყოს. ხო არის ამასში რაღაც მეგონი? ეგ როგორც ფსიქოლოგმა ისე უნდა გვითხრა. ხო, ასე როგორც ფსიქოლოგმა, კი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის, აი ჩვენ ფსიქიკას აქვს ტენდენცია, რომ ესე იგი, იმ ქცევით პატერნებს ვეჯაჭვებით, ანუ რა ქცევითი პატერნებიც გვქონდა წლების განმავლობაში.
განმავლობაში. ანუ ეს ჩვენს ტვინს ახასიათებს, ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია. მაგრამ რა არის აქ მნიშვნელოვანი? აი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეს წერტილი, რომ შენ ხვდები, რომ აი დეპრესია გეწყება, იმიტომ რომ აი უკვე დაგღალა იმ ცხოვრების წესმა და აი იმ პატერნებმა, ასე ვთქვათ, რა პატერნებიც გაქვს ამდენი წლის განმავლობაში. ეხლა ზუსტადაც რომ აი ეს ცხოვრებისეული სიტუაციები ისე შემოტრიალდება, ურანი თავად აკეთებს მაგას, რომ თქვენ მოგიწევთ, რომ გადააფასოთ თქვენი თავი. და უბრალოდ იძულებული გახდებით, მაგრამ აი მაგას ჩვენი ფსიქიკა აღიქვავს როგორც რაღაცა ცუდს, როგორც ტრაგედიას, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ანუ უნდა მივიღოთ ეს როგორც პირიქით, აი მადლიერებით, ხო, სიახლე, კი. ანუ ეს არ არის ნგრევა, ანუ ეს არის უბრალოდ პროცესი ტრანსფორმაციის, რომ მე ჩემ თავს უკეთესი ვერსია გავხდე. ესე იგი, ნუ კალმახები, გავყვეთ დინებას. გავყვეთ დინებას, მივყვეთ კი დინებას და შეიძლება თავიდან ვერ ხვდებოდეთ საით მივყავართ ამ დინებას, მაგრამ მერე გამოჩნდება და მივხვდებით, აი რატომ წაგვიყვანა ცხოვრება ამ გზით. მოკლედ, აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პანიკას არ აყვეს გონება. აი დამშვით, აი ამისთვის ძალიან კარგია სუნთქვითი ვარჯიშებიც, თუნდაც ხშირი სუნთქვა, მედიტაციები ძალიან კარგია, ლოცვებიც თუნდაც, იმისთვის რომ ფსიქიკა დაწყნარდეს, იმიტომ რომ ხა ჩვენი ტვინი, ჩვენი ეგო ისე არის მოწყობილი, რომ ვერ იტანს ცვლილებებს. უნდა რომ გააკონტროლოს ყველაფერი, მაგრამ ამით მე ჩვენ გვაქვს სტაგნაცია და ვერ ვითარდებით და ვართ ამ ჩვენ შიშებში. და ორი შიში არ იყოს. არ უნდა შეგვეშინდეს. რა თქმა უნდა. შვიდა წყმარად და ალბათ მხოლოდ ურავზე არ არის ჩვენ ფსიქიკაზე და ფსიქიკაზე არის, რა თქმა უნდა. ჩვენ ხასიათზეც არის დამოკიდებული. კითხულობები ხო ფსიქიკას გონია რომ განსაკუთრებულად მიყვარს მარიამ შუკაკიძის სტუმრობა ჩვენს ეთერში. იმიტომ ისე ლამაზ კითხვასაც არ დაგასმებინებ. თავისი პასუხობს ლიწილიწინით გეჭკვევა. გაგებინებს ყველაფერს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ანდრე რა ვქნათ? კარგი დღე იყო დღეს. არა ჩვენ. დავემშვიდობოთ ჩვენს ძვირფას მაყურებელს. ხვალამდე გემშვიდობებით. ხვალამდე.